ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში გიგანტური წიგნების მეორე ტომის წარდგენა გაიმართა. პროექტ გიგანტური წიგნების ფარგლებში გაზეთ ივერიის 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა. ეს ივერიის ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ნომრების მეორე კრებულია. პროექტი მე-19-მე-20 საუკუნეების ქართული პერიოდიკის, ჟურნალების და გაზეთების ხელახლა გამოცემას გულისხმობს. ჩვენი მიზანია 21 ტომი მთლიანად სრულყოფილი ივერია გამოვცეთ და პარალელურად ასევე ვაკეთებთ სხვა გაზეთებსაც. მაგალითად, დაწყებული გვაქვს პირველი გაზეთი, ქართული გაზეთი, ეს არის 1819 წელს გამოვიდა ქართული გაზეთი. ძალიან სულ მდგომარეობაში, ამიტომ მოცულობით პატარაა, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს იმის გამო, რომ სულ მდგომარეობაშია. ასევე ვაკეთებთ ილია ჭავჭავაძის პირველ ჟურნალს საქართველოს მოამბეს. ივერიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ გზაზე, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალი გზა ქვია. ერი სახელმწიფო არის, სწორედ იმ ძალისხმევის შედეგი, იმ ინტელექტუალური გიგანტური ძალისხმევის შედეგი, რომელიც გასწიეს ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოდასეებმა გამოსცეს რა ჟურნალი ივერია. წარმოიდგინეთ, რომ შენობების საძირკველშიც კი არის ჩატანებული. როგორც მაგალითად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის საძირკველში აღმოაჩინეს ივერიის ფურცლები.